თავარი დაპირება იყო ქართული ოცნების პროპაგანდა, რაზეც აქვს აგებული, რომ ჩვენ უკეთესები ვართ და ჩვენზე უკეთესი არავინ არ მოვა, ჩვენ ვართ მხსნელები, ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანას და ასე შემდეგ. ეს დაპირება იყო ტყუილი. ის თავარი დაპირება, რაც ქართულ ოცნებას ჰქონდა, რომ ის შეცვლიდა ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივ საპოლიციო სისტემას, რომელიც ძალადობდა მოქალაქეებზე, შეამცირებდა კრიმინალს. ჩვენ ამის საპირისპიროდ ხედავთ, რომ ქართული ოცნების მმართველობის ქვეშ გაიზარდა ნარკოტიკების მოხმარების რიცხვი, გაიზარდა ნარკორეალიზაცია, ხო, ხედავთ, რომ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რომ რუსეთიდან შემოტანილი რასაკვირველია, ნარკოტიკი შეიძინოს, მოიხმაროს და რეალურად პოლიცია ამ ადამიანებს არ დასდევს. არ ცდილობს, რომ აღმოფხვრას ეს პრობლემა და ეს ეტყობა თბილისს, ხშირად წავაწყდებით ხოლმე ფოტოებს Facebook-ზე, ან თვითონაც ვნახოთ, რომ კორპუსებთან, რა ვიცი, პარკებში როგორ ყრია გამოყენებული ნიმსები და ასე შემდეგ, მოკლედ. და რაც შეეხება საპოლიციო სისტემას, ხედავთ, რომ იმაზე მეტი დარბევები, იმაზე სასტიკი დარბევები, სასტიკი მოპყრობა პოლიციის მხრიდან გვაქვს ეხლა ქართული ოცნების მმართველობის პირობებში, ვიდრე ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დროს. ხო, რაც თავარი დაპირება იყო ქართული ოცნების პროპაგანდა, რაზეც აქვს აგებული, რომ ჩვენ უკეთესები ვართ და ჩვენზე უკეთესი არავინ არ მოვა, ჩვენ ვართ მხსნელები, ჩვენ გადავარჩენთ ქვეყანას და ასე შემდეგ. ეს დაპირება იყო ტყუილი. იმიტომ რომ ყველაფერი რაც ქართული ოცნების პირობებში შეიქმნა, არის იმაზე უარესი თუ არა, მინიმუმ იგივე არის რაც იყო წინა ხელისუფლების დროს.